ოდეს მიგიფიქრიათ, აი როგორ ხდება, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი სახელი აქვს? დღეს სწორედ ამაში ჩავიხედავთ და დეტალურად განვიხილავთ ქართული ენის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფუნდამენტურ ნაწილს, არსებით სახელს. კარგით, აი ეს არის ჩვენი დღევანდელი გეგმა. ვნახოთ რა გველის წინ. ჯერ ზოგადად ვისაუბრებთ სახელდებაზე, მერე გავარკვევთ რა განსხვავებაა ვინსა და რას შორის, შემდეგ შევეხებით საკუთარ და საზოგადო სახელებს, კონკრეტულსა და აბსტრაქტულს და ბოლოს მრავლობით რიცხვს. მას ასე, მოდით პირდაპირ საფუძველებით დავიწყოთ. აბა, რა არის საერთოდ არსებითი სახელი? მოკლედ, არსებითი სახელი არის სიტყვა, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას აღნიშნავს. და ქართულში ეს ცნება საგანი ძალიან ფართოა. ფაქტობრივად, თუ კი რამეს სახელი ქვია, ის უკვე არსებითი სახელია. იქნება ეს ცოცხალი არსება, ჩვეულებრივი ნივთი, ბუნების მოვლენა თუ რამე აბსტრაქტული იდეა. ახლა კი მივადექით პირველ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კლასიფიკაციას. ყველაფერი კი ერთ ძალიან მარტივ კითხვაზეა დამოკიდებული. აი, სწორედ ეს კითხვა, ვინ თუ რა, ყოფს ქართულ ენაში არსებულ აბსოლუტურად ყველა არსებით სახელს ორ დიდ ჯგუფად. ეს არის ასე ვთქვათ, გრამატიკული გზაგასაყარი. და აი წესიც. თუ არსებითი სახელი ადამიანს ან ღვთაებრივ არსებას აღნიშნავს, კითხვა არის ვინ. ამას ვეძახით სულიერს. ხოლო ყველაფერი დანარჩენი, ნივთები, მცენარეები, იდეები და რაც ყველაზე საინტერესოა ცხოველებიც კი, პასუხობენ კითხვაზე რა. ეს უკვე უსულო კატეგორიაა. აი შეხედეთ ამ მრავალფეროვნებას რა კატეგორიაში. გვაქვს მერხი, მთა, წვიმა და უცებ ლომი. და აი ეს არის ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავისებურება. ცხოველები მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები არიან, მაინც რა ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს სხვათა შორის ალბათ რაღაც ძალიან ძველ მსოფლმხედველობას ასახავს, სადაც ადამიანი რადიკალურად იყო გამიჯნული დანარჩენი ბუნებისგან. საკმაოდ საინტერესოა რა. ასე რომ დაიმახსოვრეთ. ქართულში ცხოველები და ფრინველები ყოველთვის პასუხობენ კითხვაზე რა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ და რომელიც ჩვენს სცენას ბევრი სხვისგან გამოარჩევს. კარგი, გავაგრძელოთ. ახლა ვნახოთ, როგორ ანსხვავებს ენა ზოგად ცნებებს კონკრეტული უნიკალური სახელებისგან. აი აქ ყველაფერი ძალიან მარტივადაა. გვაქვს საზოგადო სახელები, რომლებიც ბევრ ერთნაირ რამეს აღნიშნავს, მაგალითად, ქალაქი, მდინარე, ბიჭი. და გვაქვს საკუთარი სახელები, რომლებიც კონკრეტულად ერთს ქვია: თბილისი, მტკვარი, ნიკა. ხომ ხედავთ, ზოგადი მდინარე ხდება კონკრეტული მტკვარი, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის დიდი ასოთი უნდა დავწეროთ. კარგი, ახლა მოდით სხვა კუთხით შევხედოთ. დავსვათ ასეთი კითხვა. იმას, რასაც ესა თუ ის არსებითი სახელი აღნიშნავს, შეგვიძლია შევეხოთ და დავინახოთ, თუ ის უბრალოდ იდეაა, გრძნობაა. და აი სწორედ აქ იყოფა არსებითი სახელები ორ ჯგუფად. კონკრეტულად და აბსტრაქტულად. კონკრეტულია ყველაფერი, რაც ფიზიკურად არსებობს, რასაც ხედავთ ვეხებით, აბსტრაქტული კი არის იდეა, გრძნობა, მდგომარეობა, რაღაც, რასაც ფიზიკური ფორმა არ აქვს. აი მაგალითად, ხე. ხომ ცხადია, რომ კონკრეტულია, მას ვხედავთ, შეგვიძლია შევეხოთ, ის ჩვენს ფიზიკურ სამყაროში არსებობს. აი სიყვარული კი სულ სხვა რამეა. ის აბსტრაქტულია. ხელში ხო ვერ დაიჭერ, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცით და ვგრძნობთ, რომ ის არსებობს. ეს არის მთავარი განსხვავება. და აი მივედით ჩვენს ბოლო ნაწილამდე. აქ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გამოხატავს ქართული არსებითი სახელი რაოდენობას, ანუ როგორ ვამბობთ ერთი ან ბევრი. მოკლედ, ქართულში მრავლობითი რიცხვის საწარმოებლად ძირითადად ორი გზა გვაქვს, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ერთ-ერთ მათგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცილებით ხშირად ვიყენებთ. პირველი და ყველაზე გავრცელებული ფორმა არის -ების სუფიქსით წარმოქმნილი მრავლობითი. სახლის, სახლები, მეგობარი, მეგობრები. ამას ვიყენებთ სულ. მაგრამ არსებობს მეორე, უფრო ძველი ფორმა, რომელსაც ნართანიანი მრავლობითი ჰქვია. მაგალითად, კაცნიან წიგნთა. დღეს ამას სალაპარაკო ენაში აღარ ვიყენებთ, მაგრამ აუცილებლად შეხვდებით პოეზიაში, ისტორიულ ტექსტებში. ის ენას რაღაცნაირ ძველებურ, საზეიმო ელფერს აძლევს. და ბოლოს, მოდით დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ის რომ სამყაროს ყოფთ ვინ და რა კატეგორიებად, ან ვანსხვავებთ იმას, რასაც ვეხებით და რასაც უბრალოდ გრძნობთ, როგორ აყალიბებს ეს ჩვენს აზროვნებას? გრამატიკა ხომ მხოლოდ მშრალი წესები არაა, ის არის ერთგვარი რუკა, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ ხედავს კონკრეტული კულტურა სამყაროს. აი დაფიქრდით, რას გვეუბნება ეს ყველაფერი ჩვენზე, ჩვენს ენასა და სოფლმხედველობაზე.